უკვე 5 წელია TBC-მ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია დაიწყო, ახლა სხვადასხვა ტექ პროექტში ჩართვით თუ საკუთარი ინიცირებით ბანკი ცდილობს საქართველოს ტექ მიმართულებით განვითარებას მხარი დაუჭიროს. TBC-მ, რომელიც თვით იდენტიფიცირებას ახდენს როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ დასაქმებულების მიმართ ახალი სტრატეგია შეიმუშავა და საინტერესოა, რას გულისხმობს ეს დოკუმენტი და როგორია კომპანიის ტექნოლოგიური გეგმები. ჩვენი სტუმარია TBC-ის ადამიანური კაპიტალის ხელმძღვანელი გვანცა მურღლიანი და მისგან ველოდებით ამ კითხვებზე პასუხს მოგესალმებით გვანცა. მადლობა მოგზაინებისთვის. მადლობა რომ მომიწვიეთ. სტრატეგიის განმარტებით დავიწყოთ, რას გულისხმობს ეს ახალი სტრატეგია და რითია განსხვავებული წინამორბედი დოკუმენტებისგან. პირველ რიგში მადლობა რომ ამ თემას დროს უთმობთ. TBC უკვე როგორც თქვით, ბოლო 5 წელია ამ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაშია. TBC პოზიციონირდება როგორც ტექნოლოგიური ორგანიზაცია და რატო, ხო, ხა ალბათ კითხვა ჩნდება, რომ კი, მაგრამ ბანკი როგორ შეიძლება იყოს ტექნოლოგიური ორგანიზაცია. თუმცა და რას ნიშნავს ეს საერთოდ კი? თუმცა დღეს ყველაფერი არის ტექნოლოგიები და შესაბამისად ფინანსური ინსტიტუტიც რა სერვისებსაც თავაზობს მომხმარებელს, ესეც ყველაფერი არის ტექნოლოგიები. თქვენც მაგალითად ალბათ ფილიალში აღარ დადიხართ და იყენებთ ჩვენ mobile banks ან სხვა ბანკის mobile banks და ყველაფერს აკეთებთ დისტანციურად. ეს არის სწორედ ტექნოლოგიური ორგანიზაცია ადამიანურ ენაზე, რო ვთქვათ, იმის უკან ძალიან ბევრი პროცესები აბუნებრივია. ყოველდღიურობად იქცა ეს ტექნოლოგიები. ყოველდღიურობად იქცა. შესაბამისად, ტექნოლოგიური ადამიანები არის ჩვენი ძალიან დიდი ფოკუსი თავისთავად და აი მაგალითად 5 წლის უკან სანამ ამ ტრანსფორმაციაში შევიდოდით, დაახლოებით 100-200 ადამიანი ყავდა ამ მიმართულებით. დღეს უკვე ესეთი თანამშრომელი 800-ზე მეტია ჩვენს ორგანიზაციაში, რაც საკმაოდ სწრაფი ზრდა არის და ყავს როგორც ადგილობრივი ქართველი ადამიანები, ასევე საერთაშორისო თანამშრომლები, რომლებსაც დიდი საერთაშორისო ბაზრებიდანაც ვქირავთ. ყველა სერვისი უკვე გადასულია ტექნოლოგიურ დიჯიტალ მომსახურებაზე, ხო ასე ვთქვათ? ალბათ ყველა სერვისი ბოლომდე ვერ არის ჯერ გადასული. აი, რისთვის მოდიან სერვისებში ადამიანები? ვიღასთვის ჭირდებათ? იცით როგორ არის? აქ ასევე საქართველოში ჩვენ გვაქვს ასაკობრივი ზღვრები, ხო? იმიტომ რომ მაგალითად თუ ევროპის სხვა ქვეყნებში ალბათ ფილიალებში აღარავინ აღარ დადის, საქართველოს ჯერ კიდე არის ეს ტენდენცია, იმიტომ რომ საქართველო ტექნოლოგიურად უფრო ნაკლებად განვითარებულია მოსახლეობის თვალსაზრისით. არ ვამბობ, რომ საქართველო ტექნოლოგიურად განვითარებელია. ნამდვილად ესე არ არის, თუმცა მოსახლეობა სჭირდება, რომ ნელ-ნელა დაეწიოს. ახალი თაობა თავისთავად უკვე ყველაფერს მოიხმარს ტექნოლოგიებში, თუმცა შედარებით უფრო სხვა თაობას, მათ ჯერ კიდე ჭირდებათ ადამიანური კონტაქტი, განსაკუთრებით როცა მათ ფინანსებს ეხება საქმე. ისე რომ დავუბრუნდეთ ამ სტრატეგიას, ეხლა თქვათ ამ სტრატეგიის ფარგლებში რა ნაბიჯებს დგამთ, გაქვთ თუ არა რაიმე ახალი ინსტრუმენტები, რომელსაც იყენებთ, რომ ეს სტრატეგია რა მიზანსაც ემსახურება და რასაც თქვათ, რაც აქვს ესე დაგეგმილი, ყველაფერი განახორციელოს. TBC-ში მოსული ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ტექ მიმართულებით იწყებს მუშაობას, უერთდება იმ ძალიან დიდ გუნდს და შესაძლებლობებს, რომელსაც TBC ქვია და TBC ჯგუფი ქვია. ჩვენს ორგანიზაციაში არის ისეთი საინტერესო პროექტები და სხვათა შორის აი მითია, როცა ამბობენ, რომ ბანკში ტექნოლოგიების მიმართულებით საინტერესო პროექტები არ არის, ნამდვილად ესე არ არის. იმდენად საინტერესო პროექტებს უერთდებიან კომპლექსურს და დიდს, რომ მათ პირველ რიგში ამითი ვახერხებთ ადამიანების დაინტერესებას და ისეთ ინსტრუმენტებს ვთავაზობთ მათ ამის განხორციელებაში, რომ მათთვის იყოს საინტერესო. მეორეს მხრივ ეს არის სამუშაო გარემო, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ანუ ჩვენს თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ იმუშაონ როგორც დისტანციურად, ასევე ოფისში. შესაძლებლობების განვითარება, რომელიც არის როგორც განათლების მიმართულებით, ასევე ისეთი ინტელექტუალური შეხვედრების, სტუმრების მოწვევით და ასე შემდეგ ისეთ რესურსებთან აქვთ ადამიანებს წვდომა, რომელიც სხვა
ორგანიზაციებს შეიძლება არ ქონდეთ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ დიდი ორგანიზაცია და ჩვენთვის ეს ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ნომერ პირველი პრიორიტეტია. თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრი პროექტი გაქვთ. აი რა პროექტები გაქვთ, რაც გაკეთდა თუნდაც ამ სტრატეგიის ფარგლებში, ან უბრალოდ სტრატეგიის მიღმა და ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც ბანკმა დაიწყო უკვე პოზიციონირება როგორც ტექნოლოგიურმა კომპანიამ. ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე საამაყო პროექტი არის ჩვენი IT აკადემია, რომელიც სწორედ 5 წლის უკან დავიწყეთ. IT აკადემია და 5 წლის უკან რო ვიწყებდით, დავიწყეთ ალბათ რამოდენიმე კურსით, დღეს უკვე 8 კურსი გვაქვს. და ამ ხნის განმავლობაში 600-ზე მეტი კურსდამთავრებული ყავს უკვე. ეს კურსი არის თავიდან ბოლომდე TBC-ის სუბსიდირებით. ამ კურსზე მოსული ადამიანი არანაირ გადასახადს არ იხდის და ნაწილი საქმდება თვითონ TBC-ში და ნაწილი სხვა ორგანიზაციებში. ამითი ჩვენ IT აკადემიას ვუყურებთ როგორც რა თქმა უნდა TBC-ის პროექტს, თუმცა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა, რომელიც IT აკადემიის კურსდამთავრებულია, დღეს სხვა ორგანიზაციებშიც ბევრ საინტერესო საქმეს აკეთებს. კონცეფტ თქვენ თქვით, რომ 600 კურსდამთავრებული ამ პერიოდის განმავლობაში რაც არსებობს ხო აკადემია. თქვენთან რამდენი ადამიანი ამ ეტაპზე დასაქმებული? ჩვენთან 200-ზე მეტი არის უკვე დასაქმებული ამ ეტაპზე. ზოგადად თქვენი ტექ გუნდის 1/4 არის თქვენივე გამოზრდილი, ასე რომ ვთქვათ. კი, და ეს ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, რატომაც დავიწყეთ, იმიტომ რომ 5 წლის უკან საქართველოს სამუშაო ბაზარზე არ იყო იმდენი ხელმისაწვდომი ეს რესურსი. ამიტომ ჩვენ როდესაც ვფიქრობდით რა გაგვეკეთებინა, ვთქვით, რომ ჩვენ თვითონ ხوار შევქმნათ ისეთი რამე, რომელიც ასევე TBC-ის შეუქმნის ამ ბაზას, რომ ტექ მიმართულებით გავძლიერდეთ რესურსულად და სწორედ ეს იყო ძირითადი იდეა. და რამდენ ხანში ერთხელ ხდება მიღება, როგორ ხდება, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ის ადამიანები, ვისაც სურვილი აქვთ, რომ თქვენთან ისწავლონ და შემდეგ დასაქმდნენ. IT აკადემია არის ძალიან პოპულარული კურსი. მიღება გვაქვს წელიწადში რამოდენიმეჯერ იმის დამიხედვით თუ რა კურსი იწყება. 8 კურსი გვაქვს წელს მაგალითად IT აკადემიაში ხელმისაწვდომი და იმდენად დიდი არის კონკურსი, აი უამრავ აპლიკაციას ვიღებთ. შესაბამისად კონკურსის შედეგად საუკეთესოთა შორის საუკეთესოები რჩებიან და თითო კურსზე დაახლოებით 30-40 ადამიანი შეიძლება იყოს. აქვე უნდა აღვნიშნო ის, რომ თითქმის 30% ამ კურსში არიან გოგონები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვისაც კვოტა გაქვთ გამოყოფილი თუ თავისთავად ხდება? სხვათა შორის კვოტები არ გვაქვს გამოყოფილი, თავისთავად ხდება ეს ბუნებრივად, რაც ასევე იმას მიუთითებს, რომ ტენდენციაც ისეთია, რომ უფრო მეტი ქალი და მეტი გოგონა ინტერესდება ICT როლებით. და ჩვენთანაც 30% მთელი ამ IT კომუნიდან გოგონები არიან, რაც ასევე ძალიან საამაყო ციფრია და ასევე უნდა ვთქვა ისიც, რომ გოგონების მოსწრება კურსზე გაცილებით მაღალია ვიდრე ბიჭების. წარმატებებს გისურვებთ გვანცა, საინტერესო იყო თქვენი გამოცდილების გაზიარება და ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება არა მხოლოდ ამ პროექტის მიმართ, არამედ კიდევ სხვა პროექტების მიმართაც, რასაც თქვენი გუნდი ახორციელებს. ჩვენი სტუმარი იყო TBC-ის ადამიანური კაპიტალის ხელმძღვანელი გვანცა მურღვლიანი.